ბორჯომში ერეკლეს ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზის მონაკვეთზე 6 სანტიმეტრის სისქის ასფალტი იგება. ამასთან ერთად რეაბილიტაცია უტარდება სანიაღვრე არხებს. ამ მონაკვეთში გეგმაში გვაქვს დღეს დავასრულოთ ერეკლის ქუჩაზე. არა, ეს ერთი ფენა გვაქვს 6 სანტიმეტრიანი და მაგას ვაგებთ და ერეკლის ქუჩის ბოლომდე ვაპირებთ გასვლას. თუნდაც ღამეც რომ მოგვიწევს მუშაობა, ღამეც ვიმუშავებთ. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ფეხით სავალი ნაწილი, ასფალტი დაიგება ჩიხებშიც. მანქანები ძალიან ცუდ მდგომარეობაში დადიოდნენ. ეხლა არა უშავს. აკეთებენ გზებს, ყველა მხრიდან აკეთებენ და უკეთესად მიდის მდგომარეობა. ადრე ტალახი იყო და ვერ დავდივოდეთ. ეხლა გოხტათ ნამად. როგორც ბებერი ქალი ისე გოხტათ დავდივალ ამაზათა. დაჟე ჩიხებში მიდღემში არ ყოფილა. ასფალტი დაგებული რომ ეხლა არის და ეხლა იქნებაო გვეუბნებიან გაწმინდეს უკვე ყველაფერი და მაყოფილი ვართ რა თქმა უნდა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ამბობს, შესრულებული სამუშაოების ხარისხი შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს. დღეს ზოგზოგებს როგორნიათ, რომ აი ცუდად კეთდება, არ კეთდება სათანადოდ და ჯეროვნად. ყველა პროექტში აბსოლუტურად ჩადებულია სამხარაული ან აკრედიტირებული ექსპერტის დასკვნა. ეს რას ნიშნავს? ჩვენ რო დავხუჭოთ სულ თვალები აბსოლუტურად და მიუშვათ თავის ნებაზე, ხო? ფულის ანაზღაურების დღეს დგება მომენტი, როდესაც უნდა წარმოადგინოთ სამხარაულის ან აკრედიტირებულის დასკვნა. საკმაოდ რთული პროცესია. იცით ეს როგორი ექსპერტიზაა? იქ არ უშვებენ არაფერს აბსოლუტურად. იმ გოსტებით, იმ ოსტებით, რაც არის, იმით ხელმძღვანელობენ და ესე იგი, იმის თქმა, რომ ზოგ-ზოგი ერთები რომ ლაპარაკობენ, რომ აი ბორჯომში უსახურად იგება, ცუდად იგება, გამორიცხულია. ერეკლეს ქუჩაზე გზისარეაბილიტაციო სამუშაოებს შეპესე ჰედებ ჯორჯია ასრულებს. შეგახსენებთ, ამავე ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე გასულ კვირას ასფალტი წვიმასა და წყლით სავსე გუბეებში დაიგო. დაგებული ასფალტის აფრეზვა მეორე დღესვე მოხდა. ამით კომპანიამ დაახლოებით 12-15,000 ლარი იზარალა. წვიმაში ასფალტის დაგება არ მომხდარა, მოგეხსენებათ, უცბად მოიღრუბლა და უცბად მოვარდა წყალი. ანუ ჩვენ თადარიგი ქონდა დაცული მაინც წვიმისგან, ატმოსფერული ნალექებისგან, მაგრამ უეცრად მოხდა ატმოსფერული ნალექების მოსვლა, რომელიც მაშინვე გაჩერდა სამუშაოები. ეს მოტანილი ასფალტა-ბეტონის საფარი გაგვიფუჭდა 40-45 ტონა ჩვენ, იმიტომ რომ უკან გავაბრუნეთ მოსული მანქანები, ჩვენ გავაბრუნეთ უკან და აქ ერეკლეს ქუჩაზე რაც ქონდა დაგებული, ჩვენ მეორე დღეს დილით ეს დაგებული საფარი ავყარეთ ისევ. აღნიშნული პროექტი ერეკლესა და 9 აპრილის ქუჩების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ჰედებ ჯორჯიას სამუშაოების შესასრულებლად ვადა მიმდინარე თვის ბოლომდე აქვს, თუმცა კომპანიამ 10 დღით სამუშაოების ვადის გაგრძელების თხოვნით გამგეობას მიმართა. აღნიშნული ქუჩების შემდეგ ამავე კომპანიამ გზის რეაბილიტაცია კოსტავას ქუჩაზე უნდა დაიწყოს.